მოთხოვნა ძალიან დიდი იყო. დღევანდელი ჩვენი სტუმარია ისევ აჩიკო ჯანგულაშვილი, მათემატიკოსი და უნარების სპეციალისტი, რომელიც დაგვეხმარებოდა პრაქტიკული მაგალითების ახსნაში მივიღებთ მონაწილეობას ერთობლივად. ბატონო აჩიკო, შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა უფრო პრაქტიკული სახის იქნება, წინა შეხვედრისგან განსხვავებით და შეგვიძლია ჩაერთოთ ყველას მის ლაივს უყურებს და ვინც ზუმში ხარ შემოსული, ჩართოთ კამერები და დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები მაგალითებთან დაკავშირებით. ისმეთ ბატონო აჩიკო. გამარჯობა, ისმის ჩემი ხმა, ხო? დიდი მადლობა პირველ რიგში, მადლობა ანასტასია. მოგესალმებით ყველას, მეგობრებო. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მეძლევა შესაძლებლობა ჩავერთო ამ პროექტში, ძალიან მომწონს ეს პროექტი, რადგან ყველას ეძლევა ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა, დასვას შეკითხვები და ამ შეკითხვებზე მიიღოს მეტნაკლებად დამამწურავი პასუხი. დღესაც გვექნება ჩვენ პრაქტიკული დავალებების გარჩევა, როგორც უკვე ბრძანა ანასტასიამ, ასე რომ შეგიძლიათ მაქსიმალურად იაქტიუროთ, გამოგზავნოთ მაგალითები, პრაქტიკული, კონკრეტული მაგალითები, რომელსაც ვეცდებით, რომ შეძლებისდაგარად გავარჩიოთ. თხოვნა მექნება, რომ ეს მაგალითები იყოს ძირითადად ლოგიკიდან და მათემატიკიდან, იმიტომ რომ წაკითხული ტექსტის გააზრებიდან მაგალითები შედარებით უფრო დიდ დროს მოითხოვს, ანუ ტექსტის წაუკითხავად იქ შეუძლებელია კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა და ამიტომ შედარებით ცოტა პასუხი მოგვიწევს ასე და თუ იქნება ლოგიკა და მათემატიკა იქ უფრო მეტ ადამიანს გავცემთ პასუხს. მე შეიძლება რაღაცა მოეწყოს სპეციალურად წაკითხული გააზრებისთვის ჩართვა, სადაც ეს დაგროვილი კითხვები შემდეგ უკვე ერთიანად იქნება განხილული არის. ამასაც მოგვიანებით გადავწყვეტ. როგორი იქნება მოთხოვნა იქიდან გამომდინარე, როგორც ხედავთ, უნივერსიტეტი ალტერ ბრიჯი მაქსიმალურად ითვალისწინებს თქვენს მოთხოვნას და მოთხოვნის შესაბამისად ატარებს ამ ვებინარებს. კარგით, ახლა სანამ მოგროვდება ეს მაგალითები, მე წინა შეხვედრიდან, ანუ შეგახსენებთ, რომ ეს არის ჩემი მეორე ჩართვა, წინა ჩართვაზე ძირითადად მიმოვიხილე ზოგადი საკითხები სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით, გავეცით შეკითხვებს, თქვენ შეკითხვებს პასუხი და ახლა მე რამდენიმე შეკითხვა მოვინიშნე, რომელიც გაცილებით ესეთი პოპულარულია სხვა შეკითხვებთან შედარებით და ზოგიერთი მათგანი წინა შეხვედრაზეც დამრჩა პასუხი გაუცემელი და ახლა რაღაცა შესავალში მე რამდენიმე შეკითხვას, რამდენიმე საკითხს შევეხები და ამის შემდეგ უკვე აი ამ დაგროვილ მაგალითებს განვიხილავთ. ანუ დავიცვათ ისევ თანმიმდევრობა, როგორც მოგეხსენებათ 4 ნაწილს აბარებთ და ამ 4 ნაწილზე გავცემ ამ ჩემს მიერ მონიშნულ შეკითხვებს პასუხს. არ ნიშნავს ეს მაგალითების გამოგზავნა გთხოვეთ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ შეკითხვები არ უნდა გამოგზავნოთ. თუ რამე კითხვები გექნებათ, სიამოვნებით მოიწერეთ და გიპასუხებთ ყველაფერს. ხო, წაკითხულის გააზრება არის პირველი ნაწილი. წაკითხულის გააზრებაზე არის ასეთი ხშირად დასმული კითხვა, მინდა რომ ამ საკითხს შევეხო კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ თითქმის ყველა ამას კითხულობს, რა პრინციპით უნდა გაირჩეს ეს წაკითხულის გააზრების ტესტები, ჯერ უნდა წავიკითხოთ ტექსტი, თუ ჯერ უნდა წავიკითხოთ შეკითხვები, აქ წინაზეც ვისაუბრე და ახლაც შევეხები ორი სიტყვით, რომ ჯერ აუცილებლად წაიკითხეთ ტექსტი და შემდეგ გაეცით შეკითხვებს პასუხი ამ ტექსტიდან გამომდინარე და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ისევე როგორც ყველა ნაწილში, წაკითხულის გააზრებაშიც სწორად გაანაწილოთ დრო. ანუ ამის დაგეგმვა წინასწარაც შეიძლება, რამდენი გაქვთ, რამდენი წუთი გაქვთ მოცემული, რამდენი ტექსტი გაქვთ მოცემული და რო გასაშუალოთ 3-ზე გაყოფთ ამ მოცემულ დროს და ამ ერთ ტექსტისთვის განკუთვნილ დროს გამოთვლით ადვილად. აი მაგალითად საათი და 15 წუთი გვაქვს დრო, საათი და 15 წუთი არის 75 წუთი. თუ მოვიტოვებთ ისე, ანუ მოვინახავთ 10 წუთს დაახლოებით და მე ყველას ამას ვურჩევ ხოლმე, რომ ნებისმიერ ნაწილში 10 წუთი მოიტოვოთ, დარჩება
საათი და 5 წუთი და ამ დროს გაყოფ 3 ნაწილად და უკვე გეწოდინებათ დაახლოებით ერთ ტექსტზე რამდენი უნდა დახარჯოთ, რამდენი დრო უნდა დახარჯოთ. კარგი. ეხლა კიდევ ერთი ესეთი შეკითხვა არის, რომელსაც მე ხშირად მისვამენ ხოლმე წაკითხulis გააზრებაში თუ ძალიან გავსო ორი პასუხი ერთმანეთსო და ვერ ხვდები როგორ უნდა ამოვარჩიო ამ ორიდანო, ანუ როგორ უნდა მივხვდე რომელია სწორი პასუხი. ჩემი პასუხი აი ამ შეკითხვაზე არის ხოლმე ასეთი, რომ კი გეთანხმებით ძალიან გავს ხშირად ორი სავარაუდო პასუხი ერთმანეთს, მაგრამ ძალიან გავს არ ნიშნავს რომ ისინი ერთნაირია. ანუ მათ შორის არის ხოლმე ყოველთვის გარკვეული განსხვავება. და სწორი პასუხის მოსაძებნად აი ეს განსხვავება დაგეხმარებათ. ანუ თქვენ ყოველთვის მონახეთ რა განსხვავებაა ამ ორ პასუხს შორის და ის შეუსაბამეთ, ანუ გამორიცხვის მეთოდი ჩართეთ მანდ უკვე და გამორიცხვის მეთოდით მიდით ხოლმე პასუხამდე, ისევ ტექსტში გადაამოწმეთ ამ განსხვავებებიდან რომელიც შეესაბამება ტექსტს და ისე შემახასეთ. ნუ გადავალ ანალიტიკურ წერაზე, რომ შემდეგ გაჩნდა უკვე მაგალითები და ბევრი მაგალითის გარჩევა მოვასწრო. ანალიტიკურ წერაში იყო ასეთი კითხვები, რომ რამდენი არგუმენტი უნდა დავწერო თითოეულ თემაზეო. აქ მინდა რომ ორი სიტყვით შევეხო ამ საკითხს, იმიტომ რომ ასეთი რაღაც ხდება, ანუ წინა წლებში მოგეხსენებათ 2009 წლიდან ტარდება სამაგისტრო გამოცდა და თითქმის ყოველ წელს ხდება ჩვენ წაკითხulis გააზრებაში, ბოდიში ანალიტიკურ წერაში შეფასების კრიტერიუმი, ანუ რის მიხედვით შეაფასებენ თქვენს თემას. ადრე წინა წლებში, როდესაც იდებოდა ეს წაკითხulis გააზრების კრიტერიუმები, მაქსიმალური ქულის შესაბამისად ეწერა ხოლმე, რომ უნდა იყოს მოყვანილი მინიმუმ 3 არგუმენტი. შემდეგ წლებში ეს ჩანაწერი გაქრა ამ შეფასების კრიტერიუმებიდან და ახლა წერია, რომ უნდა იყოს სრულყოფილად გააზრებული საკითხი და უნდა იყოს ძალიან მყარი არგუმენტები მოყვანილი. და ამ შემთხვევაში იწერება უკვე ეს მაქსიმალური ქულა. და ერთით ნაკლები ქულა იწერება იმ შემთხვევაში, თუ სრულყოფილად გააზრებული არ არის და კარგად გააზრებულია. ანუ ძალიან სუბიექტური ხდება ამ შემთხვევაში უკვე შეფასება, მაგრამ მე ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, რასაც მივაქციე ყურადღება, მათ დაიტოვეს ეს რაოდენობები კვლავ შეფასების კრიტერიუმად, მაგრამ ესე კონკრეტულად იქ აღარ წერია. იმიტომ რომ მე შეიძლება ვიღაც შედავებოდა, რომ მე მიწერია იქ 3 არგუმენტი და თქვენ რატო არ დამიწერეთ ქულა, მაგრამ ეს 3 არგუმენტი უნდა იყოს მყარი და კარგი არგუმენტი. ანუ ჩემი რჩევა იქნება, რომ მინიმუმ 3 არგუმენტი თითოეულ თემაში მაინც დაწეროთ. ნუ თუ მეტი იქნება კარგია, უბრალოდ არ დაწეროთ მაგალითად 3 გვერდიანი თემა, იმიტომ რომ რაც მეტი გეწერებათ, მით მეტი იქნება შეცდომაც. იქ ეს ლოგიკურია და მით მეტი ქულა დაგაკლდებათ. გადაანაწილეთ დრო აქ გაყავით შუაზე, იმიტომ რომ თითოეულ თემაში იწერება თანაბარი რაოდენობის ქულა, არ ქნათ ისე რომ ერთ თემას მოუყვეთ, დაწეროთ მეორე თემისთვის მოიტოვოთ მაგალითად 15 წუთი და ამის გამო დაგაკლდეთ იმაში ქულები. და აქ კიდევ ერთი ესეთი კითხვა იყო, რომ ანუ ვერ მოვიფიქრეო საკმარისი რაოდენობის არგუმენტებიო და რა ვქნა ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცეო. ეს არის ძალიან ხშირი შემთხვევა, ანუ ყველა შეიძლება ეს დაემართოს, იმიტომ რომ არც თუ ისე ადვილია სათანადო არგუმენტების მოფიქრება შეზღუდულ დროში. ამიტომ მე გირჩევთ ხოლმე, რომ ორი თემა გაქვთ დასაწერი. ერთი არის კრიტიკა მსჯელობის, მეორე არის თემა მოცემულ საკითხზე. არგუმენტების მოფიქრება თქვენ გიწევთ მოცემულ საკითხზე თემაში. მსჯელობის კრიტიკაში თქვენ უბრალოდ ტექსტში არსებული სიტუაცია უნდა გააკრიტიკოთ და იქ ასე რომ ვთქვათ, თვითონ ტექსტშივე გაქვთ მოცემული და ისინი უნდა მოძებნოთ უბრალოდ. და მოფიქრება გვიწევს მოცემულ საკითხზე თემაში. ამიტომ მე ყოველთვის მივიჩნევ სწორად, რომ ჯერ დავწეროთ, რომელს დავწერთ იქ მნიშვნელობა არ აქვს, რომელი თემით დავიწყებთ, რომელი ასეთი დავიწყებთ, მე ყოველთვის გირჩევთ, რომ დაიწყოთ ხოლმე კრიტიკით, ოღონდ მანამდე წაიკითხოთ თემის პირობა, ანუ რა არის მეორე თემის არსი.
ანუ რა ხდება ამ დროს? თქვენ კი წერთ კრიტიკას, მაგრამ პარალელურად თქვენი ფიქრობს ანუ ამ თემაზე და ამ დროში შეიძლება პარალელურად მოგაფიქრდეთ იმ თემის რაღაცა არგუმენტები მაინც. ანუ ეს პატარა რაღაცა ხრიკი, რომელიც შეიძლება გამოგადგეთ უშუალოდ გამოცდის წერისას. რაც შეეხება ამ საკმარის რაოდენობას, აქ ყოველთვის მომყავს ხოლმე ჩემი მოსწავლეებისთვის ჩემი კონკრეტული პირადი მაგალითი. ანუ მე ჩავაბარე 2010 წელს აღნიშნული გამოცდა, 2010 წელს იყო მოსული, რა თქმა უნდა, ეს ანალიტიკურ წერაში თემა მოცემულ საკითხზე და ახლა გაჩვენებთ, ანუ გაგიზიარებთ აი ამ თემას, რა იყო მოცემული. ხო გაზიარების ფუნქცია. ბოდიში გიხდით 2 წუთი და დიდი მადლობა მეგობრებო აქტიურობისთვის. ასევე ბატონო ჭიკო, ჩატში ჩააგდეს რამდენიმე მაგალითი, შემდეგ განვიხილოთ და კომენტარებში წერენ ლოგიკურ ჯაჭვსაც რომ გავაკეთოთ თუ შეიძლება. რაზე გავაკეთოთო ბოდიში? ლოგიკურ ჯაჭვზე გავაკეთოთ მაგალითი. კი ბატონო. აი მეგონი გახსნა. დამიდასტურეთ რომ ჩანს და განვაგრძობ. დიახ, ჩანს. კარგი. ესე იგი, აი ასეთი თემა იყო მოცემული 2010 წელს. ასეთი თემა მომივიდა მე პირადად. წავიკითხოთ, სახელმწიფო მოპირატესობა უნდა მიანიჭოს ჯანდაცვის სფეროს და უფრო მეტი თანხა გამოყოს მისი განვითარებისთვის, ვიდრე ქვეყანაში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისთვის. თქვენი თემაც იქნება დაახლოებით ასეთი, ანუ არის გარკვეული საკამათო საკითხი მოცემული და ამ საკამათო საკითხზე უნდა დააფიქსიროთ თქვენი აზრი, ეთანხმებით ამას თუ არ ეთანხმებით და რატომ ეთანხმებით და არ ეთანხმებით ამ საკითხზე უნდა გაიშალოს შემდეგ თქვენი მსჯელობა. ნუ მე აქ რა თქმა უნდა არ დავეთანხმე ამას, იმიტომ რომ არ დავეთანხმე, დავაფიქსირე ჩემი აზრი და შემდეგ უკვე მოვიფიქრე რაღაცა გარკვეული არგუმენტები და მე მესამე არგუმენტის მოფიქრებისას აღარ მოვაფიქრდა არაფერი რეალური და ანუ სულ ისე დარჩენას, ანუ ორი არგუმენტის დაწერას მხოლოდ გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა შემდეგი რაღაც. დავწერე რომ რაღაცა მცირე ხნის წინ მქონდა წაკითხული სტატია ერთ-ერთ საერთაშორისო გამოცემაში, რომ აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში ეკოლოგიურ პრობლემას არ მიაქციეს სათანადო ყურადღება, რამაც შემდეგ გამოიწვია ჯანდაცვის პრობლემები, ანუ აქ დაავადდა მასობრივად მოსახლეობა, რამაც ეკონომიკაზეც იმოქმედა და გაცილებით უფრო ძვირი დაუდგა სახელმწიფოს. თუ არ ვცდები ზუსტად არ მახსოვს, კონკრეტული სახელმწიფოც კი მქონდა იქ დაკონკრეტებული და მე მგონი გამოცემაც მქონდა დაკონკრეტებული, მაგრამ აქ თქვენ არ გთხოვენ კონკრეტულ წყაროს. გენდობიან სიტყვაზე, ასე ვთქვათ. ანუ რისი თქმა მინდა. თქვენ შეგიძლიათ მოიტყუოთ და ყველაზე მთავარი რაც არის, მე ამ თემაში ნორმალური ქულავი მივიღე. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ეს არგუმენტი ჩამეთვალა. მაგრამ მე შეიძლება რომ დამეწერა ეხლა აქ მაგალითად კონკრეტული წელი, ან რომ დამეწერა კონკრეტულად ამ და ამ დროს მოხდა ეს და ამ და ამ დღის გამოცემაში წავიკითხე. ეს უკვე იქნებოდა რაღაც კუთხით გადამოწმებადი
და შეიძლება ვიღაცას ეს გადაემოწმებინა, მაგრამ ჩემს მიერ მოყვანილი ეს არგუმენტი, ანუ ამგვარად შეფუთული არგუმენტი. ერთის მხრივ მე მიმყარებდა პოზიციას და მეორე მხრივ შეუძლებელი იყო ამის გადამოწმება, იმიტომ რომ არ იყო იქ დეტალებში ჩაშლილი ეს ინფორმაცია. მაგრამ ამან იმუშავა და იმოქმედა. ანუ თქვენ არ უნდა დატოვოთ ისე, მაგალითად ერთი არგუმენტი დაწერეთ. შეგიძლიათ თქვენი სასარგებლო არგუმენტები თქვენ თვითონ მოიფიქროთ, მაგრამ ეს უნდა გააკეთოთ უკიდურეს შემთხვევაში. იმიტომ რომ მე ამ თემის წერისას სანამ ამ არგუმენტს დავწერდი, მანამდე მქონდა ორი კარგი მყარი არგუმენტი. და იმ ორმა კარგმა არგუმენტმა, რა თქმა უნდა, თავისი საქმე შეასრულა და ეს იყო დამატებით პლუს ქულები. ეს რო არ დამეწერა, შეიძლება იმდენი ქულა არ ამეღო, რამდენიც ავიღე. ნუ ეს რაღაცა ისე მაგალითისთვის რომ მეჩვენებინა, გადავიდეთ ახლა ლოგიკაზე. ლოგიკაზე იყო ასეთი კითხვები, ანუ არის ხოლმე უფრო სწორად ხო ეს ბავშვების საყვარელი კითხვა, უნდა დავხაზო წრეები თუ არ უნდა დავხაზო წრეები. ანუ ეს წრეები არის ვენის დიაგრამა, რომელიც არის ერთ-ერთი დამხმარე საშუალება იმისთვის, რომ თქვენ მსგავსი ტიპის ამოცანები ამოხსნათ. თუ თქვენ შეგიძლიათ, რომ ამის გარეშეც მიხვიდეთ პასუხამდე, მაშინ არ გჭირდებათ ამის დახაზვა, არავინ არ გთხოვთ და არავინ არ გამოწმებთ, რამდენად სწორად დახაზავთ ამ ბრჭყალებში წრეებს. მაგრამ როგორც წესი, ეს არის ხოლმე ძალიან კარგი დამხმარე, ანუ ამას მივყავართ ჩვენ სწორ პასუხამდე და როგორც დახმარება ისე უნდა გამოვიყენოთ და არა როგორც რაღაცა საშინელება. ანუ არ შეხედოთ ხოლმე ამას იმ კუთხით, რომ არის უარესი თქვენთვის პირიქით. ეს არის როგორც დამხმარე საშუალება. შეიძლება გავარჩიოთ ამაზე დღეს მაგალითად. და ერთი კითხვა კიდევ მინდა ლოგიკაზე გავარჩიოთ, ჯერ დავწეროთ ბოლო საკითხებიო, რომელიც არის მრავალკითხვიანი, ანუ ერთ პირობაზე მრავალი კითხვა როათო თავიდანვე მივყვეთო. ეს უკვე არის ძალიან ისეთი ინდივიდუალური შეკითხვა, ანუ თუ თქვენ ატყობთ, რომ პირველმა რაღაცა ხუთმა საკითხმა წაიღო დიდი დრო, მაშინ ბოლოში რომ გადახვიდეთ ჯობს, იმიტომ რომ იქ ერთი პირობით შეგიძლიათ, ანუ ერთი პირობის გარჩევაზე დახარჯოთ დრო და რამდენიმე ქულა ერთად მოაგროვოთ. ანუ ის ყველა შეკითხვა არის იმ პირობიდან გამომდინარე. მაგრამ ყოველთვის ეცადეთ, რომ დრო ისე გადაანაწილოთ, რომ თანაბრად დაუთმოს თითოეულ ნაწილს და უშუალოდ გამოცდაზე როგორ და რანაირად უნდა მოიგრძეთ და როგორ დაგეგმოთ გამოცდა, უშუალოდ გამოცდის პროცესი. ამაზე მოგვიანებით კიდევ ვისაუბრებთ, ახლა უფრო მეტი დრო დაუთმოს შინაარსობრივ მხარეს. კი ბატონო, ახლა უკვე შემიძლია, ნუ მათემატიკიდანაც არის იქ რამდენიმე შეკითხვა, მაგრამ აქ ძირითადად პრაქტიკულ საკითხებზე არის და დავტოვებაზე მიმოვიხილავ უკვე კონკრეტულ ამოცანებს, რომლებიც არის გამოგზავნილი. მე მაქვს ახლა რამდენიმე ამოცანა, ჯერ რაც გამომიგზავნეთ, იმას გავარჩევ და შემდეგ უკვე აქ ჩატშიც ვხედავ, რომ არის ხო ამოცანები და ესეც გავხსნათ და გავარჩევ. კარგი, დავიწყოთ. უბრალოდ ახლა როგორ მოვახერხებ მე რომ თან გავხსნი და თან დავწერ, ანუ თქვენთვისაც რომ თვალსაჩინო იყოს, მე მომიწევს წერა ამ ყველაფერზე და პარალელურად თუ მე ეგ მექნება გახსნილი ტექნიკურად როგორ მოვიქცე დამეხმარეთ. Word-ი რო ჩართოთ და იქ დაწერეთ. მაგრამ მე სურათები მაქვს, ანუ Word-ში არა მაქვს ეს ამოცანა. სურათები უნდა გავაზიარო, მაშინ გავაზიარებ სურათს, შემდეგ გავთიშავ და დავწერ ამოვხსნი და შემდეგ სურათს გავაზიარებ. სურათსაც ხო შეიძლება რომ დაწეროთ, თუ ადგილი არ არის, სიმხელა რო დაიწეროს. ნახოთ აბა. როგორც მახსოვს, აკეთებდნენ ხოლმე ეგ ლექტორები. კი ბატონო, სურათად შეგვიძლია დავაწეროთ ბატონაჩი. გავაზიაროთ და ნახოთ. გავაზიაროთ და დავაწეროთ.
ჩანს? დიახ. ეს არის ლოგიკის ამოცანა, რაც აქ გვაქვს მოცემული, წავიკითხავ პირობას და გავარჩიე. ესე იგი, ერთ დასტად ერთმანეთზე 3 ცალი ბანკო დევს. და მოცემული გვაქვს მეორე პირობა. თითოეული ბანკო ან წითელია, ან შავი. ეს წერტილებად რაც გაქვთ მოცემული, ამას მიაქციეთ ხოლმე დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეს ორივე პირობა უნდა განიხილოთ როგორც ცალ-ცალკე, ასევე მთლიანობაშიც უნდა განიხილოთ და გამოიტანოთ გარკვეული დასკვნა, რასაც ეს ორი პირობა ერთად მოგცემთ. თუ ბანკოების რიგითობა ითვლება ქვემოდან ზემოთ, ესეც მნიშვნელოვანი ინფორმაციაა და მიაქციეთ ყურადღება, ანუ პირველი ნომერი ქვემოთ არის და ასე შემდეგ. მაშინ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი უნდა დაემატოს მოცემულობას, რომ ამ ბანკოებიდან რომელიმე ორის შესახებ ჭეშმარიტი იყოს წინააღმდება. წითელი ბანკოს უშუალოდ ზემოთ შავი ბანკო დევს. მოდი გავარჩიოთ პირობა ჯერ, რა გვაქვს მოცემული. ჩვენ მოცემული გვაქვს აი ეს გამოყოფილი წინააღმდება, წითელი ბანკოს უშუალოდ ზემოთ შავი ბანკო დევს. და ეს წინააღმდება უნდა აღმოჩნდეს ჭეშმარიტი. ამ ზედა ორი პირობიდან ჩემი მაუსის კურსორი ჩანს? აი ამ ზედა ორი პირობიდან, მხოლოდ აი ამ ორი პირობიდან ეს დასკვნა არ გამომდინარეობს. იმიტომ რომ მოცემული გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ 3 ბანკო გვაქვს და მათი ფერები გვაქვს მოცემული, რომ მხოლოდ შავი და წითელი ბანკოები გვაქვს. ჩვენ გვავალებენ რას, ნახეთ? აი ამ 5 სავარაუდო პასუხიდან რომელიმე უნდა მივამატო ამ პირობებს მესამე პირობად, რომ აი ეს წინააღმდება გახდეს ჭეშმარიტი. დავიწყეთ. თუ რამე იქნება გაუგებარი, ანუ გამაწყვეტინეთ, ჩაერთეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ. დავიწყეთ. ანუ ჩვენ გვეუბნებიან, რომ გვაქვს 3 ბანკო და არის ესენი დანომრილი ქვემოდან. ერთი წუთით ახლა. ეს რა თქმა უნდა ჩამოვჭირთო და ის არა ერთი წუთით. ესე იგი, გვაქვს, ასე ვთქვი, რომ გამოჩნდეს ალბათ უკეთესია 3 ბანკო. დანომრილი არის ქვემოდან ზემოთ, როგორც მეუბნებიან. პირველი, მეორე, მესამე. და ეს პირობა უნდა აღმოჩნდეს ჭეშმარიტი. რა გვაქვს ამ პირობაში მოცემული? წითელი ბანკოს უშუალოდ ზემოთ შავი ბანკო დევს. ანუ წითელი ბანკო უნდა იდოს და მაგის ზემოთ უნდა იდოს შავი ბანკო. განვიხილოთ თითოეული პირობა და ვნახოთ აი ეს წინააღმდება რა შემთხვევაში აღმოჩნდება ჭეშმარიტი. პირველი ბანკო წითელია, ხოლო მესამე შავი. ანუ პირველი ბანკო თუ არის წითელი, ასე. და მესამე ბანკო თუ არის შავი. ჩვენ არ ვიცით როგორია მეორე ბანკო. შესაბამისად, უშუალოდ ზემოთ შეიძლება აღმოჩნდეს, შეიძლება არა. თუ მეორე ბანკო იქნება წითელი, მაშინ ეს პირობა ჭეშმარიტი იქნება. თუ მეორე ბანკო იქნება შავი, მაშინ ეს პირობა უკვე ირღვევა. ხო? თუ არ ირღვევა. ირღვევა, რადგან მეორე შეიძლება წითელი აღმოჩნდეს. იმიტომ რომ აქ თუ მე, ანუ მე მინდა რომ მაქსიმალურად ჩაერთო. ანუ ეს ალბათ ვინც გამოაგზავნა გვისმენს. უბრალოდ მე არ ვიცი ვინ გამოაგზავნა და მინდა რომ ანუ ინტერაქტივი იყოს უფრო მეტი, ანუ გავარჩიო ეს ამოცანები მათთან ერთად ვინც გამოაგზავნა. თუ ჩაერთვებით თან პარალელურად, დამიხარდება უფრო კარგად ავხსნი მე თვითონაც. ანუ გამოდის რომ ამ მეორე ადგილზე რომელი ბანკოც არ უნდა ჩავსვა, წითელი ბანკოს თავზე ყველა ვარიანტში აღმოჩნდება შავი ბანკო.
ეხლა ეს ძალიან კარგი მაგალითია, რატომ? იმიტომ რომ პირველის გარჩევისას მე უკვე რაღაცა ვხვდები რომ მივიღე პასუხი. რას ვაკეთებ ამ შემთხვევაში? გადავდივარ მე-10-ზე? აქ მე-9 ნომერია ეს როგორც ხედავ. არა, მე მე-10-ზე არ გადავდივარ, ვამოწმებ დანარჩენ სავარაუდო პასუხებს, რომ დავრწმუნდე ჩემს პასუხში, ანუ ჩემი პასუხის სისწორეში. პირველი ბანკო შავია, ხოლო მესამე წითელი. პირველი ბანკო თუ იქნება შავი, ხოლო მესამე ბანკო იქნება წითელი, ამ შემთხვევაში რა ხდება? თუ მეორე ბანკო იქნება შავი, არც მაშინ სრულდება ეს პირობა და თუ მეორე ბანკო იქნება წითელი, არც მაშინ სრულდება ეს პირობა. ამიტომ მე ვხვდები რომ B პასუხი არანაირად არ მაწყობს. თუ G პასუხი გავარჩიოთ, მეორე ბანკო შავია, მეორე ბანკო შავია, მესამე წითელი. მესამე არის წითელი. რა ხდება ამ შემთხვევაში? დამოკიდებული ვართ პირველ ბანკოზე. პირველი ბანკო თუ იქნება წითელი, ეს პირობა აღმოჩნდება ჭეშმარიტი, თუ პირველი ბანკო იქნება შავი, მაშინ ეს პირობა უკვე აღარ არის ჭეშმარიტი. ანუ არც G პასუხი არ მაწყობს. გავაზროთ კიდევ ერთხელ, რომ ეს წინადადება ყველა ვარიანტში ჭეშმარიტი უნდა აღმოჩნდეს. ანუ G-ში ზოგჯერ არის ჭეშმარიტი, ზოგჯერ არ არის. D. დასტაში არის 1 შავი და 2 წითელი ბანკო. 1 შავი და 2 წითელი ბანკო მე შემიძლია ისე გადავანაწილო, რომ ეს პირობა დაირღვეს. თუ შავ ბანკოს დავდებ ქვემოთ და წითელი ბანკოები იქნება მეორე და მესამე ადგილზე. ანუ D პასუხიც შეიძლება რაღაც მომენტში არ გავამართლდეს. E პასუხი დასტაში არის 1 წითელი და 2 შავი ბანკო. ნუ აქაც დაახლოებით მსგავსი სიტუაცია, უბრალოდ აი ამ წითლის ნაცვლად რომ დავწერო აქ შავი, წითლის ზემოთ შავი მაინც არ აღმოჩნდება. ანუ მე უკვე დავრწმუნდი, რომ A პასუხი ნამდვილად ყოფილა ჭეშმარიტი. უკეთესად შეიძლება კითხვა დავსვა? რა თქმა უნდა. ანუ პირველში ხო უბრალოდ A პასუხში ხო წერია რომ პირველი ბანკო წითელია, ხოლო მესამე შავი. შესაბამისად მეორეზე არ გვაქვს პასუხი. რატომ არის მაინც და მაინც შავი და არა წითელი? წითელი რომ იყოს სრულდება პირობა თუ არა? არ სრულდება საქმე მაგაშია და ანუ რანაირად არის სწორი. რატო არ სრულდება? ანუ წითლის ზევი თუ შუალოდ ზემოთ ხო უნდა იყოს შავი. კი. ანუ ზევიდან უნდა ედოს წითელ ბანკოს შავი ბანკო, ხო? ანუ მეორე ბანკოს ზემოდან ადევს მესამე ბანკო. ახლა გასაგებია. რატომღაც პირველი წარმოვიდგინე მარტო წითლი. დიახ, მეორე ადგილზე რაც არ უნდა ჩავსვათ, ყველა ვარიანტში სრულდება ეს პირობა. ახლა გასაგებია, მადლობა. კარგი. კითხვა თუ არ გაქვთ, გადავალ შემდეგ საკითხს. კი ბატონო. ახლა მოუნახო შემდეგი. ეს უკვე მათემატიკიდან არის ამოცანა, წავიკითხოთ და გავარჩიოთ. წრფეზე არამდებარე m წერტილი შეერთებულია ამ წრფეზე მდებარე 4a, b, c და d წერტილთან. განვიხილოთ შემდეგი ორი პირობა. და ორი პირობა არის აქ მოცემული. ab + cd არის 14 სანტიმეტრი, 4ab უდრის 3cd-ს, ანუ 4 გამრავლებული ab-ზე ტოლია 3 გამრავლებული cd-ს. და გვეკითხებიან, უნდა დავადგინოთ, რომელი სამკუთხედის ფართობი უფრო მეტია. და ეს ორი სამკუთხედი გაქვთ გამუქებული. ABM და CDM. უნდა გავარკვიოთ, რომელი სამკუთხედის ფართობი უფრო მეტია. ამ ამოცანებს ეწოდება მონაცემთა საკმარისობა. როგორ იხსნება საკმარისობა ორი სიტყვით გეტყვით და შემდეგ გადავალ ამ კონკრეტულ ამოცანას. ყოველთვის საკმარისობებში თქვენ მოცემული გაქვთ ორი პირობა.
და გავალებენ დაადგინოთ რომელი პირობა არის საკმარისი ან ზოგადად არის თუ არა საკმარისი ეს პირობები. ყოველთვის ვიწყებთ ასეთი ამოცანების ამოხსნას შემდეგნაირად, ანუ ვიმეორებ ყოველთვის ასე ვიწყებთ. ჯერ უნდა გავარჩიოთ მხოლოდ პირველი პირობა, ისე ვითომ მეორე არ გვაქვს მოცემული, შემდეგ უნდა გავარჩიოთ მხოლოდ მეორე პირობა, ისე რომ პირველს არ ვითვალისწინებთ, თუ ამ შემთხვევაში შეიძლება რამდენიმე შედეგი მივიღოთ. თუ პირველი პირობა საკმარისია და მეორე არა, ვხაზავთ A პასუხს, თუ მეორე საკმარისია და პირველი არა, ვხაზავთ B-ს და შეიძლება მესამე შედეგიც მივიღოთ. ორივე ცალ-ცალკე იყოს საკმარისი. უпростоრად თითოეული ცალ-ცალკე იყოს საკმარისი. ამ შემთხვევაში ვხაზავთ D პასუხს. მაგრამ შეიძლება რომ ცალკე გარჩეული პირველი პირობის და ცალკე გარჩეული მეორე პირობის შემდეგ არც ერთი იყოს საკმარისი. ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? ვიხილავთ ორივე პირობას ერთად აღებულს. და მანდაც ორი შედეგი შეიძლება დადგეს. პირველი რომ ორივე პირობა ერთად აღებული საკმარისია, აი ამის გასაგებად და აი ამის ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი, ანუ ეს უნდა დავადგინოთ. თუ ორივე პირობა ერთად აღებული ამის გასაგებად საკმარისი იქნება, მაშინ ვხაზავთ G პასუხს და თუ ორივე პირობიდან ერთად მაინც ვერ გავიგებ, რომლის ფართობი უფრო მეტია, მაშინ E პასუხი უნდა შემოვხაზოთ. ამას იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ ეს არის სტანდარტული სავარაუდო პასუხები. მონაცემთა საკმარისობაში თქვენ ყოველთვის ეს პასუხი გექნებათ. მუდმივად. სავარაუდო პასუხები არის უცვლელი. ეხლა გადავიდეთ კონკრეტულად ამ ამოცანაზე და ვნახოთ რა ხდება. იმისათვის რომ მე გავცე პასუხი ამ შეკითხვას, მჭირდება სამკუთხედის ფართობის ცოდნა. უпростоრად იმის ცოდნა თუ როგორ გამოითვლება სამკუთხედის ფართობი. არის მარტივი ფორმულა, სამკუთხედის ფართობი არის დამოკიდებული მის გვერდზე და მასზე დაშვებულ სიმაღლეზე. ანუ რომ დავწეროთ, ესით აღინიშნება სამკუთხედის ფართობი, ესი ტოლია 1/2 A გამრავლებული H-ზე. H-ი არის ამ გვერდზე დაშვებული სიმაღლე. სიმაღლე ამ ორი სამკუთხედის M წერტილიდან თუ დაუშვებთ, იქნება ტოლი. ანუ ასე რომ გავავლოთ. ორივე სამკუთხედისთვის ეს სიმაღლე იქნება ერთი და იგივე. აგერ დავაწეროთ K წერტილი, MK ამ სამკუთხედის სიმაღლეც არის და ამ სამკუთხედის სიმაღლეც არის. მოგეხსენებათ, ესენი არის ბლაგკუთხა სამკუთხედები და ბლაგკუთხა სამკუთხედში სიმაღლე არის ხოლმე სამკუთხედის გარეთ. ანუ გვერდის გაგრძელებაზე არის ხოლმე დაშვებული. ახლა მე ფართობების შესადარებლად ხვდები, რომ უნდა შევადარო, ანუ უკვე საკმარისია შევადარო რა? ის გვერდები, რომელზეც აი ეს სიმაღლე არის დაშვებული. ანუ A, B და C, D-დან რომელიც უფრო მეტია, იმ სამკუთხედის ფართობი იქნება უფრო მეტი. და გადავედი, ახლა აი ნახეთ, რამდენი რაღაც გავიარე, ეს დასკვნები გამოვიტანე და მხოლოდ ამის შემდეგ მივდივარ მე აი ამ პირობებთან. ამის გარეშე რომ მე ამ პირობებს ჩავკირკიტებოდი, ეს იქნებოდა დროის ტყუილი კარგვა. და ეს ხშირად მოსდით ხოლმე, ანუ უშვებენ ამ შეცდომას, რომ სათანადოდ არ არჩევენ ჯერ ძირითად მხარ პირობას და ისე გადადიან ამ პირობებს. თუ AB+ CD უდრის 14-ს, ამ შემთხვევაში მე ერთადერთი რაც შემიძლია გამოვთვალო არის აი ამ ორი სამკუთხედის საერთო ფართობი. მაგრამ ვერ შევადარებ მათ, იმიტომ რომ არ ვიცი თვითონ AB უფრო მეტია თუ CD უფრო მეტია. მე ვიცი მათი ჯამი. ანუ პირველი პირობა ხვდები, რომ ცალკე აღებული პირველი პირობა საკმარისი არ არის. განვიხილოთ ცალკე აღებული მეორე პირობა. 4AB ტოლია 3CD-ს, მეუბნება მეორე პირობა. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ აი ეს რომ გავამრავლო 4-ზე, იგივეს მივიღებ, რაც ეს რო გავამრავლო 3-ზე. ამ შემთხვევაში მე უკვე AB-ს და CD-ს თანაფარდობას ვარკვევ და ვხვდები, რომელი არის მეტი.
ეს ანუ არ მჭირდება მე ახლა იმის გამოთვლა რომელი არის მეტი, მაგრამ რახან ამ საკითხზე მივედით, ხშირად უშვებენ ხოლმე ამ შეცდომას. დაგისვამთ შეკითხვას მაშინ, აი ამ ტოლობიდან რომელი უფრო მეტია, AB თუ CD? CD უფრო მეტია. სწორია. ანუ რომ ხედავენ რომ AB არის 4-ზე გამრავლებული, ეგრევე მექანიკურად ფიქრობენ რომ AB უფრო მეტია. სინამდვილეში რა ხდება? თუ ჩვენ გვაქვს აი ესეთი შემთხვევა, თუ გვაქვს ანუ 4A ტოლია 3B. ამ შემთხვევაში მეტი არის ის რიცხვი, რომელიც უფრო პატარა რიცხვზე მრავლდება. A მრავლდება 4-ზე, B მრავლდება 3-ზე. შესაბამისად და შემდეგ უტოლდება ერთმანეთს. ანუ 1A უფრო დიდ რიცხვზე მრავლდება და ისე ხდება B გამრავლებული უფრო მცირე რიცხვზე. დაიმახსოვრეთ, რომელიც უფრო მცირე რიცხვზე არის ხოლმე გამრავლებული, თვითონ აი ეს რიცხვი უფრო არის მეტი. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის დადგენა სულ არ მაინტერესებდა A უფრო მეტია, უბრალოდ AB უფრო მეტია თუ CD უფრო მეტია. მე მაინტერესებდა იმის დადგენა, ეს მეორე პირობა არის თუ არა საკმარისი აი ამ ფართობების შესადარებლად. და მივხვდი რომ მეორე პირობა უკვე საკმარისია, ცალკე აღებული და შემოვხაზავ რომელ პასუხს? ეს. სწორია, შემოვხაზავ B პასუხს. ანუ B იქნება აქ სწორი პასუხი. კარგი, მოვძებნოთ ახლა შემდეგი ამოცანა და დავიწყოთ იმისი ახსნა. ანუ აქ არის მე ვუყურე წინა ჩარტვებსაც ძალიან საინტერესო ახსნები იყო, ანუ აქ ვხედავ მე ამოცანებს, რომელიც წინა ჩარტვებზე უკვე აიხსნა და მოდი ამას აღარ გავიმეორებ. იმიტომ რომ თქვენს გირჩევთ რომ უყუროთ წინა ჩარტვებს და ძალიან ბევრ საინტერესო. ალბათ რამდენიმე მონაწილე დღეს შემოგვიერთდა და არის წინა ჩანაწერები შეგვიძლია გამოგიგზავნოთ მეილზე მეგობრებო და შეგიძლიათ უყუროთ ჩანაწერებსაც. კარგი. აი ეს ამოცანა გავარჩიოთ ახლა. Transport. კარგი. რკინის წავკითხავ ამოცანას, ესეც მათემატიკის დავალებაა, რაოდენობრივი მსჯელობიდან და გავარჩიოთ. მასიური მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის სხეული ჩადგმულია ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოთავსებულ ცილინდრული ფორმის თავღია მინის ჭურჭელში, ისე როგორც ეს ნახაზია ნაჩვენები. მოცემული გვაქვს ოქტამატებითი პირობა, რომ პარალელეპიპედის ქვედა წახნაგი მთლიანად ცილინდრის ფუძეზე დევს. ცნობილია, რომ ცარიელი ცილინდრის მოცულობა 30 სმ3 ტოლია. მისი სიმაღლე 1 სმ-ია. ხოლო მართკუთხა პარალელეპიპედის იმ წახნაგის ფართობი, რომელიც ცილინდრის ფუძეზე დევს 4 სმ²-ია. მართკუთხა პარალელეპიპედის სიმაღლე ვუწოდოთ მისი ვერტიკალური წიბოს სიგრძეს. საკმაოდ დიდი პირობაა, ხო, მოცემული. საკმაოდ საშიშადაც გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში ახლა როგორ მარტივად არის საქმე შეხედეთ. ანუ ეს მაგალითი ახლა კარგია რომ გავამიგზავნეთ, ანუ იმის საილუსტრაციოდ არის, რომ
ასეთი საშიში მათემატიკა სინამდვილეში არც თუ ისე საშიშია ხოლმე და ძალიან მარტივად შეგიძლიათ თუნდაც ბოლო ამოცანებში დააგროვოთ ქულები. ეს როგორც მახსოვს ერთ-ერთი ბოლო ამოცანა არის, რომელიც წელი არ მახსოვს, არ აქვს მაგას მნიშვნელობა. განვიხილოთ შემდეგი ორი პირობა. მართკუთხა პარალელეპიპედის სიმაღლე 1 სანტიმეტრზე მეტია და მეორე მართკუთხა პარალელეპიპედის სიმაღლე 3 სანტიმეტრზე ნაკლებია. და თავარი, წეგან რაზეც ვილაპარაკე, ანუ თავარი არის კითხვა. იმისთვის რომ დავადგინოთ, რამდენ კუბურ სანტიმეტრ წყალს დაიტევს ჭურჭელი მასში მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის ზემოთ აღნიშნული სხეულის ჩადგმის შემდეგ. მოდი ახლა ძალიან ისე მარტივად გავარჩევ ამ ამოცანას, ანუ ესე რომ ვთქვათ, ამ მრისხანე ამოცანას გავამარტივებთ. ესე იგი, მოცემული გაქვთ აი ეს დიდი ფიგურა, რომელშიც არის ჩადგმული აი ეს ხის ძელაკი. და გვეუბნებიან, რომ ძირი მთლიანად დგას ზედაპირზე. ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომ გავიგოთ შემდეგ უკვე, მთლიანად არის ეს შევსებული, ეს ადგილი თუ არ არის შევსებული. და გვეუბნებიან, რომ მოცემული გვაქვს, რომ აი ამ ცილინდრის მოცულობა არის რაღაცა 30 სანტიმეტრი კუბი. სინამდვილეში ეს პირობა ამ შემთხვევაში საერთოდ არ მაინტერესებს. და სიმაღლე არის 1 სანტიმეტრი. ანუ აი ეს სიმაღლე არის ცილინდრის სიმაღლე და ეს არის 1 სანტიმეტრი. აი ეს არის ცილინდრის სიმაღლე, რომელიც არის 1 სანტიმეტრი. მართკუთხა პარალელეპიპედის იმ წახნაგის ფართობი, რომელიც ფუძეზე დევს, ანუ აი ამ წახნაგის ფართობზეა აქ საუბარი, ეს ორი გვერდი უკან არის და არ ჩანს. არის 4 სანტიმეტრი კვადრატი. და მართკუთხა პარალელეპიპედის სიმაღლე არის აი აქ განმარტებული. ანუ აი ეს არის მართკუთხა პარალელეპიპედის სიმაღლე. კითხვა რა არის დავიმეოროთ, რამდენ კუბურ სანტიმეტრი წყალს დაიტევს ჭურჭელი, აი ეს ჭურჭელი, ცილინდრის ფორმის ჭურჭელი, მას შემდეგ რაც აი ამ ფიგურას ჩავდგავთ შიგნით. და ორი პირობა მაქვს მოცემული. პირველი არის ის, რომ პარალელეპიპედის სიმაღლე აი ეს გვერდი გვაქვს აღებული, 1 სანტიმეტრზე მეტია. რა მოხდება? პარალელეპიპედის სიმაღლე თუ 1 სანტიმეტრზე მეტია, ეს პარალელეპიპედი ამ ცილინდრში ჩაიდგმევა და აი ესე მარტივი ენით რომ ავხსნათ, თავი ექნება ზემოთ ამოშვერილი. ანუ გამოდის, რომ მთლიანად დაიკავებს ცილინდრს, ანუ მთლიან სიმაღლეზე ჩაიდგმევა ცილინდრში. და მე უკვე მეწოდინება, თუ რა მოცულობის ადგილს დაიკავებს ის ცილინდრში. ანუ მთლიანად შეავსებს ამას. და ყურადღება მიაქციეთ, რომ ზემოთ რამდენით იქნება ამოწეული, ამდენით იქნება ამოწეული თუ კიდევ უფრო მეტით, ამას წყლის მოცულობაზე არავითარი ზეგავლენა არ ექნება. მაგრამ ზეგავლენა ექნება იმ შემთხვევაში, თუ ცილინდრი არ იქნება პარალელეპიპედი არ იქნება მთლიანად ცილინდრის სიმაღლის. ანუ ეს ხომ არის 1 სანტიმეტრი. თუ პარალელეპიპედის სიმაღლე იქნება მაგალითად 0.9 სანტიმეტრი, მაშინ პარალელეპიპედის თავზე იქნება წყალი და მთლიანად არ დაფარავს, ანუ მთლიანად არ იქნება აი ეს მოცულობა შევსებული პარალელეპიპედით. ამიტომ მეორე პირობა ის რომ 3 სანტიმეტრზე ნაკლებია, მე არ მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ცილინდრში არის პარალელეპიპედი ჩადგმული ისე, რომ ამ პარალელეპიპედს მთლიანად აქვს შევსებული აი ეს ადგილი. იმიტომ რომ 3 სანტიმეტრზე ნაკლებია შეიძლება იყოს როგორც 1.2 სანტიმეტრი დაუშვათ, რა ხდება ამ შემთხვევაში? 1.2 თუ არის ამისი სიმაღლე, მაშინ მთლიანად არის ჩადგმული და ეს 2 მილიმეტრით არის ამოშველი. მაგრამ შეიძლება 3 სანტიმეტრზე ნაკლებში
ასევე ჩავსვათ 0.9 სანტიმეტრი. რა შემთხვევაშიც პარალელეპიპედი ჩასულია ცილინდრს დაბლა და ამ შემთხვევაში წყალი უკვე სხვა დონეზე დგას. აქ ანუ წყლის სხვა მოცულობა ჩაიდგმება. რა გამოვიდა ნახეთ? პირველი პირობა მე მეუბნება რომ პარალელეპიპედს სრულად აქვს ამ ფართობის სიმაღლე შევსებული. მე შემიძლია გამოვთვალო პარალელეპიპედის ფართობი და ვიცი ესე უხეშად რომ ვთქვათ ამისი ჩადგმით რამდენი წყალი გადმოიღრება ამ ცილინდრიდან, ხოლო მეორე პირობაში ამისი განსაზღვრა არის შეუძლებელი, იმიტომ რომ 3-ზე ნაკლები შეიძლება იყოს ამ 1-ზე ნაკლებიც და 1-ზე მეტიც. გამოდის რომ პირველი პირობა იქნება ამ მოცანაში საკმარისი, ხოლო მეორე პირობა საკმარისი არ იქნება. იმედი მაქვს რომ გასაგებია თუ არა და მკითხეთ და კიდევ ერთხელ გავიაროთ. კი ბატონო, კითხვები არ არის არ პასუხობს, მაშინ გადავიდეთ ახლა შემდეგ ამოცანაზე. ძირითადად როგორც ვუყურებ, აქ არის მათემატიკიდან ამოცანები. ეს ამოცანა კიდევ არის გამეორება, რაც გარჩეულია. ლოგიკაც ვიპოვო ერთი წუთში. წავიკითხოთ და ავხსნათ ამოცანა ლოგიკიდან. ზარალის ანაზღაურებისთვის აუცილებელია პოლისისა და დამოწმებული გაანგარიშების წარდგენა. რადგან მე ეს ორი წარდგენილი მაქვს, რადგან მე ეს ორივე საბუთი წარდგენილი მაქვს, ალბათ იგია, მეკუთვნის ზარალის ანაზღაურება. ჩამოთვლილთაგან რომელი პირობის შესრულება გახდის მარიამის მიერ გამოთქმულ დასკვნის წინადადებას ჭეშმარიტს. გავარჩიოთ ახლა ეს პირობა და შემდეგ უკვე გადავიდეთ სავარაუდო პასუხებზე. აქ გვაქვს მოცემული გვაქვს ორი წინადადება. პირველი არის ის, რომ ანაზღაურებისთვის აუცილებელია პოლისის და დამოწმებული გაანგარიშების წარდგენა. და მეორე არის დასკვნა, რომ რადგან ეს ორივე საბუთია წარდგენილი მაქვსო, მაშინ მეკუთვნის ზარალის ანაზღაურება. ეს დასკვნა მარიამმა. და რომელი პირობის შესრულება გახდის ამ წინადადებას ჭეშმარიტს. ხვდები უკვე მე რომ მეორე წინადადება პირველი წინადადებიდან არ გამომდინარეობს. და დაახლოებით მსგავსი არის ესეც, რაც წეგან გავარჩიე, რომ სავარაუდო პასუხებიდან რომელიღაცა უნდა დავწერო ამ წინადადებასთან, პირველ წინადადებასთან ერთად უნდა ავიღო პირობად რომელიმე ამ ხუთი სავარაუდო პასუხიდან და ისე რომ ეს დასკვნა გახდეს უკვე ჭეშმარიტი. ჯერ დავიწყოთ იქიდან რატომ არ არის ჭეშმარიტი ეს დასკვნა. ამისთვის გავარჩიოთ ორი ტიპის პირობა. ერთი არის აუცილებელი პირობა და მეორე არის საკმარისი პირობა. და რას ნიშნავს ახლა თითოეული უცებ ავხსნათ. აუცილებელი პირობა ნიშნავს, რომ რაღაცის შესრულების გარეშე, მაგალითად, ზარალის ანაზღაურება შეუძლებელია
პოლისის და დამოწმებული გაანგარიშების წარდგენის გარეშე. ანუ თუ არ წარმოადგენთ პოლისს, მაშინ ზარალი არ ანაზღაურდება. ეს არის აუცილებელი პირობა. ჩვენს მაგალითზე რომ ვთქვათ, თქვენ თუ არ გახვალთ სამაგისტრო გამოცდაზე, თქვენ ვერ გააგრძელებთ სწავლას მაგისტრატურაზე. ანუ სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება არის მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებისთვის აუცილებელი პირობა. და მეორე პირობა რა არის? საკმარისი პირობა. საკმარისი პირობა ნიშნავს, რომ მაგალითად მე რომ ვთქვა, რომ მაგისტრატურაზე სწავლის გასაგრძელებლად საკმარისია გახვიდე სამაგისტრო გამოცდაზე. ეს წინადადება იქნება არასწორი. იმიტომ რომ ეს წინადადება მე მეუბნება, რომ თუ გავალ სამაგისტრო გამოცდაზე, ეს იქნება საკმარისი, ანუ მეტი არაფერი აღარ იქნება საჭირო, მე პირდაპირ შემეძლება უკვე რომ მაგისტრატურაზე განვაგრძო სწავლა. იაზრებთ ხო, რას ნიშნავს საკმარისი პირობა? პირობა საკმარისია, ნიშნავს, რომ მის მეტი არაფერი აღარ არის საჭირო ძირითადი ნაწილის შესასრულებლად. სწორედ ამას გვეუბნებიან აქ, ამას ამბობს მარიამი, რომ ესაო აუცილებელი პირობა, ანუ აქ ცდება მარიამი, უფრო სწორად რომ ვთქვათ, რომ აქ მოცემული გვაქვს ჩვენ, რომ ეს ორი არის აუცილებელი პირობა და მარიამი წარმოადგენს როგორც საკმარის პირობად. იმიტომ რომ ამბობს, რახან ეს ორი საბუთიო წარდგენილი მაქვსო, მეკუთვნის ანაზღაურებაო. ანუ მარიამი ამბობს, რომ მეტი არაფრის წარმოდგენა, ან მეტი არაფრის შესრულება აღარ მჭირდებაო. და აი ეს მარიამის ნათქვამი უნდა გავხადოთ ჭეშმარიტი. რითი? რომელიმე ერთ-ერთი სავარაუდო პასუხით. არ ვიცი, თუ გვისმენ ახლა, ანუ თუ ხარ ზუმში ამ კითხვის გამომგზავნი და ჩამერთები ძალიან მოხარული დავრჩები. და ერთად გავიაროთ. კარგი, ისე მარტო გავაკეთებ. ესე იგი, მოცემული გვაქვს აქ, რომ საკმარისიაო ეს პირობა, წავიკითხავ სავარაუდო პასუხებს და ანუ რახან ეს მე სწორად მაქვს გარჩეული, საქმე გამიადგილდა უკვე. სავარაუდო პასუხების ერთხელ წაკითხვა უკვე გახდება საკმარისი იმისთვის, რომ მე მივხვდე რომელია სწორი პასუხი. A პასუხი: დამოწმებული გაანგარიშების წარდგენა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც ეკუთვნის ზარალის ანაზღაურება. ნახეთ, აქ არაფერი წერია იმაზე, რომ ეს საკმარისია. ასე რომ ჩავუყვეთ პასუხებს. B პასუხი: მარიამს ანაზღაურების ლიმიტისათვის არ გადაუჭარბებია. საერთოდ არაფერი არ არის ნახსენები პირობაში ანაზღაურების ლიმიტზე. და ამას მიაქციეთ ხოლმე ყურადღება, რომ დასაბნევლად ძალიან ხშირად შემოაქვთ ხოლმე ასეთი რაღაცეების პასუხებში. ანუ ანაზღაურების ლიმიტისთვის არ გადაუჭარბებია ლოგიკურად გამომდინარეობს რეალობიდან გამომდინარე, რომ ლოგიკურად მას ეკუთვნის ანაზღაურება, ხო, ლიმიტისთვის თუ არ გადაუჭარბებია. ყოველდღიურობაში მას ეხდება როგორც წესი. მაგრამ ეს არის ლოგიკის ამოცანა. ლოგიკის ამოცანაში მე პასუხი უნდა ავარჩიო მხოლოდ და მხოლოდ იმ პირობიდან, რაც მაქვს მე ზემოთ მოცემული. ზემოთ იმ ორ წინადადებაში ზარალის ანაზღაურების ლიმიტზე მაქვს რამე მოცემული. საერთოდ არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი, ანუ არ მაქვს ეს განსაზღვრული. ამიტომ B პასუხს ეგრევე გამორიცხავთ მარტივად. G. პოლისის და დამოწმებული გაანგარიშების წარდგენის გარეშე არავის ეკუთვნის ზარალის ანაზღაურება. G პასუხიც მეუბნება ზუსტად იგივეს, რაც მაქვს ძირითად პირობაში მოცემული, რომ ამის გარეშე არ გეკუთვნის, ესე იგი ეს არის აუცილებელი პირობა. მაგრამ G-ში არაფერი წერია იმაზე, რომ თუ ამას გააკეთებ, ზარალი აგინაზღაურდება. ამიტომ აქაც ეს პასუხიც არ მაწყობს. პოლისის წარდგენა საკმარისია დამოწმებული გაანგარიშების მისაღებად. ნახეთ, რის მისაღებად არის საკმარისი? კი, წერია აქ დამაბნეულად სიტყვა საკმარისია, მაგრამ რის მიღება უნდა მარიამს? ზარალის ანაზღაურება უნდა, ხო?
აქ ჩვენ მოცემული გვაქვს, რომ საკმარისია დამოწმებული განგარიშების მისაღებად. ესეც გარკვეული ანკესია, რომელსაც არ უნდა წამოვეგოთ, ანუ მე ვხედავ სიტყვას საკმარისია, მიხარია უკვე და საერთოდ აღარ ვკითხულობ საკმარისიას მე რა წერია და ვხაზავ დეს. ბევრი აკეთებს ამას და თქვენ არ გააკეთოთ. გადავიდეთ E პასუხზე. ზარალის ანაზღაურების უფლების ქონა საკმარისია ანაზღაურების მისაღებად. რას ნიშნავს ეს? ანუ მარტო აქ გვეუბნება, რომ თავარია, რომ ზარალის ანაზღაურების უფლება გქონდესო, მაგრამ ანუ ხაზს მოსმევს პოლისის და დამადასტურებელი განგარიშების წარდგენას. ანუ რა გამოდის? ანუ გამოდის ის, რომ ეს მეუბნება მე, რომ არის საკმარისი პირობა ანაზღაურების მისაღებად. და ანუ ამის დამატებით მარიამის ეს წინააღმდება ამ ორივე საბუთის ქონა ანუ გამოდის ჭეშმარიტი, რომ ეკუთვნის ზარალის ანაზღაურება. კარგი. არ ვიცი, რამდენად გასაგება დავხსენი, თუ არ გვაქვს კითხვები, მაშინ ჩავთვლი, რომ გასაგება დავხსენი და გადავალ შემდეგ საკითხზე. ანუ აქ E პასუხი არის სწორი? თუ არ ბოლოს ვეღარ გავიგე უკვე როგორ თქვით და სწორი პასუხი ჩავთვლი. ანუ რა გამოვიდა, მოდი ვიმსჯელოთ და ისე მივიდეთ სწორ პასუხამდე. რას გვეუბნება ეს ამოცანა? ანუ ზარალის ანაზღაურება თუ გინდა აუცილებლად უნდა ქონდეს პოლისი და დამოწმებული განგარიშების განგარიშება, ასე ვთქვათ. კი ბატონო. და მარიამს კიდე ორივე ქონდა წარდგენილი და ითხოვდა ზარალის ანაზღაურებას. დიახ. და რა შემთხვევაში იქნება მარიამის ეს წინააღმდება ჭეშმარიტი? თუ მას ზარალი აქვს, ანუ მის წინააღმდეგ ანუ არსებობს ზარალი. ანუ ზარალის ანაზღაურების უფლების ქონა საკმარისია ამ ანაზღაურების მისაღებად, ხო? ზარალის ანაზღაურების უფლების ქონა საკმარისია ამ ანაზღაურების მისაღებად. მაგრამ ანაზღაურების უფლება რომ აქვს, ეგ სად ჩანს? ალბათ გეიქნება სწორი. იმიტომ რომ მარიამმა ხო წარადგინა ეს პოლისი და დამოწმებული განგარიშება. ანუ თუ ამის გარეშე არავის არ ეკუთვნის ანაზღაურება, რატო წარადგინა? მე გესფიქრობ. კარგი. ანუ ეს ფიქრობ, ბოდიში შევაწყვეტინეთ, ეს ფიქრობ იმის გამო, რომ ზარალის ანაზღაურების უფლების ქონა საკმარისია ამ ანაზღაურების მისაღებადო და რადგან პირობაში წერია, რომ პოლისი და დამოწმებული განგარიშება არის აუცილებელი და მარიამს ორივე ქონა, ესე იგი დაზარალებულად არის, ასე ვთქვათ, ცნობილი, ხო? თუ ეს არაფერ შუაში. ანაზღაურების უფლება აქვს. ხო. აი ეს უკვე მომწონს, ანუ თქვენი ჩართულობა ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ძალიან ხშირად ვაკეთებ ხოლმე ასე თუნდაც ჩემს გაკვეთილებზე, რომ რაღაცა არ ვამბობ ბოლომდე ან განზრახ დავუშვებ რაღაცა შეცდომას და ველოდები მე უკვე ვინ როგორ მიპასუხებს. ამ შემთხვევაშიც არ გავუსვი ხაზი, რომელი იქნებოდა სწორი პასუხი. უბრალოდ თითოეული A, B, G, D და E გავარჩი. პასუხზე ვინც მეუბნებოდით. მოდი ახლა ასე ვთქვათ, ანუ ზარალის ანაზღაურების უფლების ქონა საკმარისია ამ ანაზღაურების მისაღებად. დი. აქ მიწერია სიტყვა საკმარისია, მაგრამ
ჩვენ ვიცით აქვს თუ არა მარიამს ზარალის ანაზღაურების უფლება. არ ვიცით. ანუ ესე კონკრეტულად არ წერია პირობაში, მაგრამ მე იმას უფრო დავაკვირდი, რახან ორივე საბუთი აქვს წარდგენილი. მაშინ პოლიცია და დამოწმებული გაანგარიშება თუ ზარალის ანაზღაურებისთვის არის საჭირო, რისთვის მიიტანდა ამ იმეებს, რა ქვია, საბუთებს, ხო? მაგრამ არ მიიტანდა, ასე ვთქვათ. ეს არ იყოს საკმარისი. კეთი, ხო, კეთი მესაუბრება. კი. კეთი, ხომ შეიძლება რომ ეს საკმარისი არ იყოს და კიდევ რაღაცა იყოს საჭირო. მაგალითად, პირადობის მოწმობის წარდგენა იყოს კიდევ საჭირო. ჩვენ ხომ არ ჩემი აზრით არის სწორი პასუხი, რადგან მხოლოდ მას შეეძლო ამ გაანგარიშების წარდგენა, ვისაც ეკუთვნოდა ზარალის ანაზღაურება. ამ გოგომ კიდევ წარადგინა ეს ანგარიშები, შესაბამისად ჰქონდა უფლება. კარგი მაგდა. მე აბსოლუტურად გეთანხმები შენ, იმიტომ რომ გეპასუხშიც, რას გვეუბნება გეპასუხი? წეგან ვიღაცამ კითხა გეზე, ანუ პოლიციის და დამოწმებული გაანგარიშების წარდგენის გარეშე არავის ეკუთვნის ზარალის ანაზღაურება. რას ნიშნავს ეს? იმის გარეშე არავის ეკუთვნის, მაგრამ ის თუ აქვს ეკუთვნის, აქედან არ გამომდინარეობს, ხვდებით? ეხლა ნახეთ, ამ პასუხში რა გვაქვს მოცემული, რომელიც მე შეგნებულად წეგან გავიარე. დამოწმებული გაანგარიშების წარდგენა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც ეკუთვნის ზარალის ანაზღაურება. აბა გაიაზრეთ რა გვაქვს აქ მოცემული? დამოწმებული გაანგარიშება, ანუ ეს ასე ვთქვათ, ზარალის აღწერას გულისხმობს? დაახლოებით რო ვთქვათ. ნახე. არასოდეს იმსჯელოთ რეალობიდან გამომდინარე. ვიღაცა აქ ახლა სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელი იქნება, ვიღაცა არ იქნება და საერთოდ შეხება არ იქნება ამ სფეროსთან. თქვენ არ გევალებათ ამ სფეროში გარკვევა, იმისთვის რომ ამ შეკითხვას გასცეთ სწორად პასუხი. ამისთვის საკმარისი არის რომ ამ პასუხი კარგად გაიაზროთ და მიხვდეთ რას? რომ თუ მე დამოწმებული გაანგარიშება უკვე წარდგენილი მაქვს, ესე იგი რა ხდება? უკვე მეკუთვნის ზარალის ანაზღაურება. იმიტომ რომ მხოლოდ მას შეუძლიაო დამოწმებული გაანგარიშების წარდგენა. მაგდა იყო, ხომ? ანუ ვინც მითხრა A-ზე პირველად. ძალიან კარგი. ანუ მიხარია რომ გამაჩერეთ და კითხვა დამისვით და არ გადავედით შემდეგზე ასე პირდაპირ პასუხის დაუფიქსირებლად, რაც უფრო მეტად ჩაერთვებით, მე უფრო დამიხარდება და უფრო ესე სიხარულით ავხსნით თითოეულ ამოცანას. თუ ვინმეს აქვს შეკითხვა ამ ამოცანაზე, კიდევ ერთხელ მკითხეთ და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. უინტერესო არავისთვის არ იქნება. კარგი. მაშინ უკვე ნამდვილად გავთიშოთ. კიდევ ახალი რა არის მოსული. ნინო, აღარ არის ახალი ამოცანები, ანუ აქ თითქოს ისე უძველებია, არ დამატებულა არაფერი. მხოლოდ ეგენი არის, რაც გადმოგიგზავნით. ჯერჯერობით სხვებს არ გადმოგზავნია არაფერი კონკრეტული ამოცანები და მეგობრებო, სხვებს ხომ არ გაქვთ სურვილი კიდევ. აი ერთი ჩაგვიგდეს ახლა, მარიამმა ჩაგვიგდო ჩატში. მე მგონი ხედავთ ხო, აჩქა თუ გადმოგიგზავნოთ. როგორ ნინო ბოლოს გაწყდა ხმა? ხო, ანუ გადმოგვიგზავნა ახლა ჩატში, ჩაგდო მარიამმა. რა ხან გადმოგიგზავნა, უნდა გავარჩი. კი ბატონო. მე ხომ არ გამოგიგზავნოთ, ცალკე თუ ხსნით ჩვეულებრივ. ცოტეთ მე მგონი ჩამარჩით. კი ბატონო.
მეგობრებო, თქვენ სხვებსაც თუ ვინმეს აქვს სურვილი, შეგეძლოთ მეილზე გამოგვიგზავნოთ. ან ისევ ჩატში ჩაყაროთ სურათები. არ არის პრობლემა. ეს იყო ხო მარიამ, ხო, სხვა ხო არ გავხსენე რამე. ეს არის კი ეს არის. დავიწყეთ. თაიგული 12 ყვავილისგან შედგება. მათ შორის 5 ვარდია. ცნობილია, რომ ამ თაიგულში 2 თეთრი ყვავილია და კითხვა არის ასეთი ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლება იყოს თაიგულში იმ ყვავილების რაოდენობა, რომელთაგან თითოეული არც ვარდია და არც თეთრია. კი ბატონო. ესე იგი, მოცემული გვაქვს თლიანი რაოდენობა ყვავილების, სულ მაქვს მე 12 ყვავილი. მარიამ, შეგიძლია ხო თან ჩამერთო და ერთად გავარჩიოთ ახლა ეს ამოცანა, ანუ რა გვაქვს მოცემული. მათ შორის არის 5 ვარდი. ანუ ამ 12 ყვავილიდან ვიცით, რომ 5 არის ვარდი და 2 არის თეთრი. ანუ შეიძლება ამოდის რომ 5 განსხვავებული ყვავილია კიდევ. არ ვიცი. ნახე რა ხდება? ჩვენ არ ვიცით ეს ვარდები რა ფერია. ეს ხო არ გვაქვს მოცემული. შეიძლება რომ ეს 2 თეთრი ყვავილი იყოს ვარდი. კი, შეიძლება. კი, შეიძლება. შეიძლება არც იყოს. ანუ უნდა განვიხილოთ სხვადასხვა ვარიანტი. პირველი ვარიანტი. ხო და კითხვას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რას მეკითხებიან? რომელი შეიძლება იყოს თაიგულში იმ ყვავილების რაოდენობა, რომელთაგან თითოეული არც ვარდია და არც თეთრია. თუ 12 ყვავილიდან არის 5 ვარდი, რომელთაგან 2 თეთრია, მაშინ რა ხდება? 6 ალბათ არა? დანარჩენი არის ის ყვავილები, ან 12-დან 7 დარჩა, რომელიც არ არის ვარდი და არ არის თეთრი. და არ არის თეთრი. ანუ ანახე 12 ყვავილიდან 5 არის ვარდი და ვარდებიდან 2 არის თეთრი. ამ 5-ვეში შედის ის 2-ც. გამოდის რომ დანარჩენი 7 ყოფილა ის, რაც მე ჭირდება. ეს ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტი ის არის, რომ 5 ვარდია, მაგრამ იმ 7-დან დარჩენილი არის 2 ცალი თეთრი. ანუ ვარდები თეთრი არ არის, ხო, მაგას გულისხმობ? ხო, კი. ვარდები თეთრი არ არის, ანუ გამოდის რომ ეს თეთრები აქ კი არ უნდა მეწეროს, ცალკე უნდა მეწეროს ვარდებისგან დამოუკიდებლად. ესე იგი გამოვიდა რომ 7 ყვავილი მაქვს მე, რომელიც არის ვარდი ან თეთრი. და 5 ყვავილი მაქვს დარჩენილი, რომელიც არც ერთია. არც ვარდი და არც თეთრი. ეს მეორე უკიდურესობა, როცა ვარდი და თეთრი არ კვეთს ერთმანეთს, ანუ ეს ორი სიმრავლე. და მესამე ვარიანტიც მაქვს, შუალედური ვარიანტი. რომელია ეს შუალედური ვარიანტი? ერთი თეთრი ვარდია? ერთი ვარდი არის თეთრი და ერთი თეთრი არის სხვა ყვავილი. ამ შემთხვევაში მე 6 ყვავილი მაქვს ისეთი, რომელიც ვარდია ან თეთრია. და 6 ყვავილი მაქვს ისეთი, რომელიც არც ვარდია და არც თეთრი. მიხდით? თუ კითხვა გაქვთ, მკითხეთ რომ კიდევ ერთხელ. ანუ 6-ია ხო პასუხი? კი, ანუ სულ არის 3 ვარიანტი. ამ შეკითხვაზე გვაქვს 3 შესაძლო პასუხი. ერთი პასუხი არის 5,
რა შემთხვევაში, როცა თეთრი ვარდები არ გვაქვს, მეორე პასუხი არის 6, როდესაც ერთი თეთრი ვარდი გვაქვს და მესამე პასუხი არის 7, როდესაც ორივე თეთრი ყვავილი არის ვარდი. ამ სამი პასუხიდან ერთი რომელიმე უნდა იყოს სავარაუდო პასუხებში. სხვა შემთხვევაში ტესტი არ იქნება გამართული. და თქვენ უნდა შემოხაროთ ის ერთი, რომელიც არის ამ სამიდან. მადლობა. არაფერს. კარგი. არის რამე ახალი? და ამ კიდე რამეს გამოვაგზავნიან. შემდეგი ვებინარი როდის იქნება თუ არის წინასწარ ცნობილი ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია? ვარ გაქვთ. ზუსტით არის კი არ არის ცნობილი ქეთი, ამ თვეში იქნება აუცილებლად და ვისაც რეგისტრაცია გაქვთ გაული, აუცილებლად მიიღებთ Zoom-ის ხმულს. გასაგებია, მადლობა. მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის. ბატონო აჩიკო, კიდევ გავარჩიოთ ერთი ამოცანა თუ გადავდოთ შემდეგისთვის, როგორ არა, თუ გვაქვს გავარჩიოთ. მე უბრალოდ ვეძებ. ჩავაგდეს რამდენიმე ჩატში, ნინო შეგიძლია გავუწიარო? კი, აი ჩატში არის თუ ხედავთ ბატონო აჩიკო, თუ არა და გადმოგიგზავნით. მე არ ვიცი უბრალოდ ვისი გამოგზავნილები მარიამ გაბროშულს აქვს ჩაგდებული. მარიამ გაბროში. ახლავე ვიპოვე ჩამოვდივ თავ. კი ბატონო. ბატონო, რომ არ დარჩეს ვინმე პასუხი გაუცემელი და შეკითხვაზე ვერ მიიღოს პასუხი, აუცილებლად მეილს რა გამგვიგზავნეთ, მოვწერეთ ელფოს და კომენტარებში. თქვენი ამოცანა. რაც გაჭირდა, ერთი თითაბა იქნება გახსნას. სანამ გახსნით ერთი ზოგადი კითხვა რომ დაგისვათ. კი. მაინტერესებს რაღაც თემაზე იყო ლაპარაკი ადრე იძახდნენ რომ თემა იყო დასაწერი და ვერც ტესტებში ვერ ვიპოვეთ თვითონ და ვერც ისე და დასთან არ დაკავშირებული რაღაც 100 სიტყვიანი თემა იყო ადრე იძახდნენ და ხო არ იცით მაგაზე თვითონ უნარების ტესტში თუ უბრალოდ ადრე როგორც იყო უნარების ტესტი და ახლობით მსგავსი ისაა ჩვეულებრივად კითხავდა არა შალვა არ მოგისმენია ეთყობა შენ ჩვენი ხო ახლა შემოვედი დამაგვიან და ერთი საათით ესე იგი შენ აბარებ 4 ნაწილს კი ერთი მათგანი არის ვანი უკეთავს შალვას ანუ ხო უკაცრავად ესე იგი 4 ნაწილს აბარებ შალვა საიდანაც ერთ-ერთი არის ეს ანალიტიკური წერა 100 სიტყვიანი თემა არ უნდა დაწერო მინიმუმ 100 სიტყვა უნდა იყოს რომ შეგიმოწმდეს ასე რომ გაეცანი კარგად რა არის მოთხოვნა და გადახედე წინა ვიდეოებსაც და იქ გვაქვს ახსნილი ამ ვიდეოშიც ავხსენი რა და როგორ კარგით, მადლობა დიდი. არა. თუმცა გაჭედა ამ სურათმა, არ ვიცი რა. ანუ რა ფორმატში გვაქვს? თუ გინდათ მე გავაზიარებ თუ შეიძლება გაზიარებას თუ ჩვენთანაც არ იქნება პრობლემა. ხო, ნახე თუ გახსნა და გავაკეთოთ. შეიძლება ჩემი კომპიუტერის ბრალიც არის. გამოჩნდა ხო? აი გაზიარდა კი. ხო, ესე იგი მათემატიკის ამოცანა გვაქვს.
წავიკითხავ და გავარჩიოთ. ტყის მასივს გარშემო მართკუთხედის ფორმის ბილიკი აკრავს. A, B, C და D პუნქტები ამ მართკუთხედის წვეროებშია, რომლის AB მონაკვეთზე მდებარეობს M პუნქტი. ამ ბილიკზე D პუნქტიდან M პუნქტისკენ ერთდროულად გაემართა ორი ველოსიპედისტი. თითოეული მათგანი M წერტილში მისვლამდე მოძრაობდა შეუჩერებლად, მუდმივი სიდიდის სიჩქარით. ანუ ეს არის მნიშვნელოვანი, რაც გვაქვს გამუქებული, ეს წინადადება გვაწვდის ინფორმაციას, რომ სიჩქარე აი ამ თითოეული ველოსიპედისტის, ხო ველოსიპედისტები იყვნენ, არ შეცვლილა. ამასთან პირველი ველოსიპედისტი მოძრაობდა ბილიკის DC, CB და BM. ანუ როგორც ლურჯი ის არის მიუყვება, ხოლო მეორე ველოსიპედისტი ბილიკის DA და AM მონაკვეთებზე, ანუ როგორც წითელი ის არის მიუყვება. ცნობილია, რომ ველოსიპედისტები M წერტილში ერთდროულად მივიდნენ. ანუ D-დან გამოვიდნენ ერთდროულად. ხო, ეგ გვაქვს მოცემული. და M წერტილში მივიდნენ ერთდროულად. ესე იგი, ეს მანძილი გაიარეს თანაბარ დროში. ეს ვინ გამოგვიგზავნა ნინო? ანუ რომ ჩამერთოს. კი ბატონო, ეს გამოგვიგზავნა მე გამოგიგზავნეთ მარიამი ვარ. მარიამ, კარგი. ანუ გვისმენ ხო და ანუ გავარჩიოთ ახლა მე და შენ ერთად. ესე იგი, მოცემული გვაქვს, რომ ეს ლურჯი მანძილი და წითელი მანძილი თითოეულმა ველოსიპედისტმა დაფარა თანაბარ, ანუ რა არის თანაბარი? დრო. დროები არის თანაბარი, იმიტომ რომ ერთდროულად გამოვიდნენ და ერთდროულად მივიდნენ M წერტილში. და რა არის ახლა კითხვა? ამ 4 პირობიდან, რაც მაქვს ჩამოთვლილი, რომელი ორია საკმარისი იმისთვის, რომ დავადგინოთ რამდენჯერ მეტია პირველი ველოსიპედისტის სიჩქარე მეორე ველოსიპედისტის სიჩქარეზე. ანუ ზოგადად მათემატიკის ბოლო ამოცანები არის ხოლმე როგორც მონაცემთა საკმარისობა, ასევე ბოლოში არის ხოლმე აი ეს მსგავსი ტიპის დავალებები, როდესაც მოცემული გაქვთ 4 პირობა და ამ 4 პირობიდან რომელიღაცა 2 უნდა იცოდე, რომ გასცე დასმულ შეკითხვას პასუხი. ახლა მე და მარიამი ერთად ვიპოვით, მეც არ ვიცი ხა ჯერ პასუხი, მე და მარიამი ერთად ვიპოვით, რომელი არის აი ამ შეკითხვაზე სწორი პასუხი. ანუ გასაგებია ხო მარიამ, რასაც ვეძებთ? ვეძებთ 4-დან 2-ს, რომელიც გვაპოვნინებს რას? იმას რომელი ველოსიპედისტის სიჩქარე არის მეტი. ანუ რამდენჯერ მეტია? კი ბატონო, რამდენჯერ მეტია პირველი ველოსიპედისტის სიჩქარე მეორე ველოსიპედისტის სიჩქარეზე. სიჩქარე ზოგადად როგორ გამოითვლება? ანუ რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ სიჩქარე გავიგოთ? მანძილი შეფარდებული დროსთან, ეს შეფარდებული ტესტი. კი ბატონო, ანუ გვაქვს ფორმულა, რომ V ანუ სიჩქარე ტოლია S-ი შეფარდებული ტესი. მე თუ ვიცი, რომ ტები არის ერთმანეთის ტოლი, ანუ რასაც ხაზი გაუსვით პირობის კითხვისას, დამრჩა მხოლოდ იმის ცოდნა, თუ როგორ შეეფარდება S-ები ერთმანეთს, ანუ მანძილები როგორ შეეფარდება ერთმანეთს, ხომასია? ესე იგი, მე მჭირდება დავადგინო ლურჯი ისრებით მონიშნული მანძილისა და წითელი ისრებით მონიშნული მანძილების შეფარდება. აი ამ 4 პირობიდან რომლის ცოდნა მჭირდება მე რომ ეს დავადგინო. მე ვხვდები რომ M წერტილი არის სადღაც A და B წერტილებს შორის, მაგრამ ზუსტად M წერტილი რა მანძილით არის A-დან ან B-დან დაშორებული, ეს აი ამ ნახაზზე არ ჩანს. ამიტომ ვხვდები რომ მე დამჭირდება ამ მონაცემის ცოდნა. რა ადგილას არის კონკრეტულად რა ადგილას არის M წერტილი განლაგებული, იმიტომ რომ M წერტილში შეხვდნენ ერთმანეთს.
ესე იგი, ერთის მანძილი არის რა? D-ას დამატებული AM-ი, ხოლო მეორეს მანძილი არის რა? DC-ს დამატებული რა? BC და BM. BM-ი. ესე იგი, M წერტილის ადგილმდებარეობა მე მჭირდება. ანუ უნდა ვიცოდე M წერტილი რა მანძილით არის დაშორებული. ნუ ან A-დან, ან B-დან. ერთ-ერთი მაინც უნდა ვიცოდე. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია ამ მანძილების შეფარდების დადგენა. ანუ M წერტილის ადგილმდებარეობა აქ მხოლოდ და მხოლოდ მოცემული გვაქვს მეორე პირობაში. ხომასია? დიახ. ახლა მოდი განვიხილოთ კიდევ რა დამატებითი პირობა რომ ვიცოდე, ან რომელი პირობის ცოდნა იქნება საკმარისი მანძილების შეფარდების დასადგენად. განვიხილოთ თითოეული პირობა. ABCD მართკუთხედის ფართობი 80 კმ² ტოლია. ანუ რა არის ეს ინფორმაცია გავშიფროთ, აბა მარიამ, ფართობი როგორ გამოითვლება? ანუ მაგალითად ამ კონკრეტულ შემთხვევაში BC გამრავლებული CD-ზე უდრის 80 სმ². 80 კმ². ნუ არ აქვს მაგას მნიშვნელობა. ანუ ჩვენ ვიცით ამ მართკუთხედის სიგრძის და სიგანის ნამრავლი რომ არის 80. მაგრამ ხომ არ იცით ერთი გვერდი რამდენი არის? მაგრამ არ ვიცით ნებისმიერი შეიძლება იყოს. ცალკე აღებული რამდენია BC და რამდენია CD. უბრალოდ ვიცი რომ მათი ნამრავლი არის 80. კარგი. განვიხილოთ ახლა შემდეგი პირობა, ნუ მეორე პირობა მოცემული გვაქვს რომ MB არის 6 კილომეტრი. განვიხილოთ მესამე პირობა. ABCD მართკუთხედის პერიმეტრი 36 კილომეტრის ტოლია. კვადრატ. ხო. 36 კილომეტრი. მაგაც არ ვიცით ახლა AB მეტია DC-ზე. პრინციპში უფრო მეტი იქნება, მაგრამ მიმატება არ არის? ABCD მართკუთხედის პერიმეტრი 36 კილომეტრის ტოლია. როგორ გამოითვლება პერიმეტრი? სიგრძე ამბობს ვინმე თუ? მე მგონი სიჩუმეა უკვე. ორი გვერდის ჯამი გამრავლებული 2. ამ პირობიდან მე ვხვდები რომ სიგრძის და სიგანის ჯამი არის რამდენი? 36. არა. არა, გამრავლებული 2-ზე ბოდიში. სიგრძის და სიგანის ჯამი იქნება 18-ის ტოლი. 18 კი. მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ ვიცი, შეიძლება AB იყოს 1 და BC იყოს 17 ან AB იყოს 2 და BC 16 ან რაღაც ეგ. ნუ მთლად მასეთი არ იქნება ახლა სურათიდან გამომდინარე, მაგრამ არა, აი ეს კარგი რაღაც თქვი ახლა შენ, ანუ სურათიდან გამომდინარე ჩვენ არ უნდა ვიმსჯელოთ. დიახ. შეიძლება AB იყოს, ბოდიში, შეიძლება AB იყოს 1 და BC იყოს 17. მიუხედავად იმისა, თუ სურათზე როგორი პროპორციით არის ეს გვერდები დახარული. ეს ყველამ კარგად დაიმახსოვრეთ, ანუ ბევრი რაღაცა თვალის ზომით ითვლის ხოლმე პასუხებს და მიახლოებით წერს ხოლმე. თუ არ გაქვთ მოცემული რომ კვადრატია და სახაზავით მილიმეტრებში რომ გადაზომოთ და სიგრძე და სიგანე იყოს ერთმანეთის ტოლი, არ გაქვთ უფლება თქვათ რომ ეს ფიგურა არის კვადრატი, თუ პირობაში არ იქნება ამის შესახებ მოცემული. გასაგებია, ხო? დიახ. კარგი, დაუბრუნდეთ ახლა ჩვენს ამოცანას და მივყვეთ მსჯელობას. AB + BC არის 18-ის ტოლი. რას მაძლევს მე ეს პირობა? ვინ მერტებოდა ანოვისთან ერთად ლაპარაკობდი ისე მარტო ბავშვი? ქეთი ვარ. ქეთი. ანუ
ესეც ცალკეულად არაფერს არ გვაძლევს ნამდვილად. რადგან არ ვიცით ერთი გვერდის სიგრძე დაზუსტებით რამდენია. დაზუსტებით არ ვიცით რამდენია ერთი გვერდის სიგრძე. ანუ როგორც თქვი, შეიძლება 1 სანტიმეტრი იყოს ერთი და მეორე 17. ხო. ნუ აქ ჩვენ თუ ვიტყვით რომ MB არის 6 კილომეტრი, ამ შემთხვევაში უკვე რაღაცა შეზღუდვა გვაქვს მინიმალური AB-ს სიგრძის, ანუ 6-ზე მეტი უნდა იყოს, მაგრამ ნუ ეს არაფერს არ ცვლის. კარგი, ანუ ნახე ხა შენზე ხარ გამოცდა და წაიკითხე მეორე და მესამე და არ მოგეწონა ეს. მეორე და მესამე ერთად აღებული, ფიქრობ რომ ამით ვერ დაადგენ ვერაფერს. რა გადავდივართ მეოთხეს. გადავდივართ? გადავდივართ შემდეგზე. კი ბატონო, გადავედით. AB არის 8 კილომეტრი. AB არის 8 კილომეტრი. ამ შემთხვევაში გაწყვეტინეთ ბოდიში. ანუ რახან ვიცით BM-ის ვაის სურათი გაიჩია. მაგრამ ასე მახსოვს BM-ის სიგრძე რახან ვიცით და მე მეოთხეში იყო AB-ს მთლიანი სიგრძე. დაახლოებით ხო გავიგებთ რომ რამდენი იყო და მოვიდა და AB. 8 კილომეტრი არის AB. AB არის 8. ანუ რახან ვიცით რომ MB არის 6 კილომეტრი, ხო? სწორედ მახსოვს მეორედან გამომდინარე და AB არის მთლიანობაში 8, მაშინ AM-ის გამოთვლა შეგვიძლია ჩვეულებრივად 800 - 6. დიახ. ანუ გამოდის რომ AM-ი არის 2 სანტიმეტრი თუ კილომეტრი რაც არის. დიახ. ამ 4 პირობიდან რომელი ორია? საკმაოდ იმის. ანუ ეს ცალკეულად გამოვითვალეთ. მე გავიჭედე. ხო, ანუ ჩვენ გვჭირდება რა, როგორ ვთქვით თავიდან, ანუ რისი და რის შეფარდება გვჭირდება? ანუ უნდა გავიგოთ, რამდენჯერ მეტია პირველი ველოსიპედის სიჩქარე მეორესთან შედარებით. კი ბატონო, სიჩქარეების შეფარდებისთვის რა გვჭირდებაო, რა ვთქვით? დრო? კი არა, რა ვქნა იმას? მანძილი. მანძილების შეფარდება გვჭირდება. ანუ ჩვენ რამენაირად უნდა მივხვდეთ რას უდრის ლურჯი მანძილის შეფარდება წითელი მანძილის შეფარდებას. ანუ ხო, რას უდრის აი ეს შეფარდება. მეორე და მეოთხედან რამდენად შევძლებთ ამას? არ შევძლებთ. უფრო მეორედან და მესამედან მგონია რომ შეიძლება ამის გაგება. როგორ? ანუ მესამე პირობას და მეორეს ერთად თუ ავიღებ, ხო შეგვიძლია დავადგინოთ DAM-ი. DAM-ი. როგორ შეგვიძლია რომ დავადგინოთ? ანუ მთლიანად პერიმეტრით 31 კილომეტრი არის. და ამ რაღაცა მინიშნებას ვერ ჩაწვდით. ანუ 36 კილომეტრი კი არის ვიღაცამ ხელი აიწია. გისმენთ იკა. დიახ, ისმის შემეხვა? კი, ისმის. ანუ ეს მართკუთხედის ფორმის ბილიკი, ანუ ეს საერთოდ არ გვეუბნება ამ შემთხვევაში, რომ რაღაცნაირად რომ სამკუთხედ, ანუ ჰიპოტენუზა და იმით რომ გავაკეთოთ? არ გჭირდება გართულება. ჰიპოტენუზა გვაქვს, ანუ მართკუთხა სამკუთხედში. შეიძლება დიაგონალს გულისხმობთ, ხო? BD-ს კავლებას თუ BD დიაგონალი რო. არა, არ გჭირდება მასე გართულება, მარტივად უნდა გავაკეთოთ. ანუ ჩვენ გვაქვს მოცემული მართკუთხედი, ამ მართკუთხედზე რაღაც ნაწილი ლურჯია, რაღაც ნაწილი წითელი და ამათი შეფარდება გჭირდება. ესე იგი 36 კი გვაქვს აქ მთლიანი მართკუთხედის პერიმეტრი, მაგრამ ჩვენ წეღან ვთქვით, რომ 18 იქნებაო რა? გვერდების სიგრძეთა ჯამი ორი გვერდის სიგრძეს იგავ. თუ შენ გეწოდინება მეორე და მესამე პირობა ერთად, D-დან B-მდე მანძილს გაიგებ? ვერ გავიგებ. D-დან M-მდე შეგვიძლია, მაგრამ D-დან B-მდე მანძილი რა არის? სიგრძის და სიგანის ჯამი, ხო ამ მართკუთხედის? 18. 18 იქნება. B-დან M-მდე მანძილს გაიგებ? გვიწერია 6 კილომეტრი. 6 კილომეტრი. ახლა მოდი ვთქვათ AD და AM.
თუ მეორე პირობა გვეცოდინება, მაშინ 18-ს გამოკლებული 6 იქნება AM-ი. ბატონო, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად მართალი ხარ, მარიამ. AM-ის ზუსტი სიგრძე ჩვენ არ ვიცით. იმიტომ რომ AB-ს სიგრძე არ ვიცით, ანუ არ ვიცით ამ მართკუთხედის სიგრძე და სიგანე, მაგრამ რა ვიცით? ვიცით MB, ასევე ვიცით D-დან D-ასა და AB-ს ჯამი, რომ არის 18, ხო? და მითხარი ახლა როგორ უნდა გავაკეთოთ ბოლომდე, მიდი, შენ თვითონ ბოლომდე. ეხლა რადგან თუ გვეცოდინება მესამე პირობა, რომ 36 სანტიმეტრის ტოლია პერიმეტრი, ამით გავიგებთ, რომ ორი გვერდის ჯამი, ანუ სიგრძის და სიგანის არის 18. ამით გავიგებთ, რომ DC და CB რაც გაიარა პირველმა ველოსიპედის თმა არის 18 სანტიმეტრი და თუ გვეცოდინება მეორე პირობაც, ამით გავიგებთ, რომ 18-ს დამატებული 6, ანუ 24 სანტიმეტრი თუ კილომეტრი გაიარა პირველმა ველოსიპედის თმა. და შესაძლოა მეორე ველოსიპედისტის მანძილსაც, რომ D-დან AM-მდე და A-დან M-მდე იქნება 18-ს გამოკლებული 6. ანუ 12 სანტიმეტრი და გავიგებთ, რომ 24 12-თან არის შეფერდებული. ანუ ორჯერ მეტი მანძილი გაიარა. და ჩვენ თუ ვიცით, რომ დრო ისედაც ტოლია, სიჩქარეს გავიგებთ, რომ ორჯერ სწრაფად დაფარა პირველმა ველოსიპედისტმა ეს მანძილი. აბსოლუტურად მართალი ხარ. ესე იგი, რა დასკვნა შეგვიძლია ამ ამოცანიდან გამოვიტანოთ? წარმოიდგინეთ, ეს არის ბოლო ამოცანა, ანუ მე-20. ჯერ ერთი ახლა ჩვენ დავანგრიეთ მითი, რომ ბოლოში რთული ამოცანებია და ამის გამო ბოლო ამოცანებს არ კითხულობენ ხოლმე როგორც წესი. მეორე, აქ ჩვენ არ გვჭირდება ზედმეტი რაღაცა ჩანაწერების და რაღაც ნახაზების კეთება. ერთადერთი რაც უნდა ვიცოდეთ არის ის, რომ მართკუთხედის პერიმეტრი როგორ გამოითვლება და მართკუთხედის ფართობი როგორ გამოითვლება. უბრალოდ ამის ცოდნის გარეშე ამ ამოცანას ვერ ამოხსნით. მაგრამ ეს თუ არ იცით, ეს ფორმულები გაქვთ მოცემული. ნახე როგორ გაქვთ საქმე გამარტივებული. ანუ ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მე მათემატიკა არ ვიცი, არ მისწავლია და რატომ უნდა ჩავაბარო. ფაქტობრივად თქვენ მათემატიკას კი არ აბარებთ, თქვენ აბარებთ აზროვნების ტესტს. აქ არავითარი მათემატიკური ცოდნა არ მოგეთხოვებათ, უბრალოდ უნდა დაუკვირდეთ და მიხვდეთ რაღაცას გამოკლებული რაღაცა და რაღაცას დამატებული ეს მეორე. ну ის ფორმულა კიდევ ხო რომ ეს ერთი ფორმულა არის რომ S-ი ტოლია VT-ს ეს ფორმულა უნდა იცოდეთ კი ეს არის იმდენად მცირე დოზით მათემატიკა რომ შეიძლება არც კი დავარქვათ ამას რაღაცა მათემატიკური განათლება. კარგი. ვფიქრობ, ამით შეგვიძლია უკვე დავასრულოთ. ჩვენ დროც ამოიწურა და ამოცანების ამ ეტაპზე აღარ არის. თუ მეგობრებო, კიდევ გექნებათ სასურველი ამოცანების განხილვის სურვილი, შეგეძლიათ მეილზე გადამოგვიგზავნოთ და შემდეგ ვებინარებზე აუცილებლად გავარჩევ. კი, მადლობა, გავარჩევთ. ახლა მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ არჩილს კიდევ ერთხელ, რომ მეორეჯერ უკვე ჩვენთან ერთად ასეთ საინტერესო ვებინარს წარუძღვა. ჩვენ კიდევ შემოგთავაზებთ აუცილებლად მსგავს ვებინარებს, როდესაც იქნება უშუალოდ დაგეგმილი, დავაანონსებთ და მეილზე მიიღებთ ყველანი შეტყობინებას. მადლობა ბატონო არჩილ, უღმესი მადლობა. მადლობა თქვენ, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვისაც, იყავით მაქსიმალურად მობილიზებულები, ჩართულები, რაც ყველაზე მთავარია, არ თქვათ, რომ ეს გამოცდა არის რთული და ვერ მოახერხებთ ამის ჩაბარებას, ყველაფერი ძალიან მარტივია, თუ სწორად დაგეგმავთ თქვენს შრომას და სწორად დაგეგმავთ თქვენს სწავლის პროცესს. ნამდვილად. ვეთანხმები ბატონ არჩილს, იმიტომ რომ ჩემი პედაგოგი იყო. მადლობა ყველას ვიდეოებით აღამას გისურვებთ. მადლობა. მადლობა და ნახვამდის.